გამარჯობა, მოგესალმებით ყველას, მე ვარ ბექა პატურაშვილი, ეს არის Redline. დიდი მადლობა პირველ რიგში რომ მიყურებთ დღევანდელ ეპიზოდს კი გავხსნი ამ არაჩვეულებრივი პანორამით. ეს არის სანქტ-პეტერბურგი, პუტინის ქალაქი და ადგილობრივი მცხოვრებლები ტკბებიან არაჩვეულებრივი ხედით. მათ ქალაქში მდებარე ეს ნავთობაზა კიდევ ერთხელ აალდა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აქ ნავთობრეზერვუარები იწვის, ვინც ხშირად ადევნებთ თვალს რუსეთ-უკრაინის ომის ამბებს, მათ შორის ვინც ხშირად ადევნებთ თვალს ჩემს YouTube არხს. ალბათ გემახსოვრებათ რამდენიმე კვირის წინ მომხდარი ამბები, როდესაც სწორედ ეს ნავთობაზა იწვოდა, მაშინ როდესაც რუსეთში, კონკრეტულად აქ სანქტ-პეტერბურგში გაიხსნა დიდი ეკონომიკური ფორუმი. ამ ეკონომიკურ ფორუმზე პუტინს თავი უნდა მოეწონებინა იმით, რომ რუსეთის ეკონომიკა ვითარდება და რაღაც ახალ მწვერვალებს იპყრობს, თუმცა რეალურად იქ პუტინი გახსნის დროს არ გამოჩენილა, მხოლოდ დასკვნით დღეს მივიდა. თავად ამ ფორუმის სტუმრებმა კი პირველივე დღეს რეალურად დაახლოებით აი ასეთი სურათი ნახეს, მათ ცხვირწინ იწოდა რუსეთის ეკონომიკა, მათი ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი სექტორი იმის ნაცვლად, რომ მათ ენახათ იქ რაიმე განვითარება და წინსვლა. ამის შემდეგ კიდევ ბევრი დრამატული პროცესები განვითარდა და მოვედით ამ დღემდე, როგორც ჩანს, სანქტ-პეტერბურგში კიდევ რჩება ბევრი ნავთობ რეზერვუარი, რომელიც ჯერ კიდევ მთელია, შესაბამისად დარწმუნებული ვარ სამიზნეების გრძელ სიაში, რომელიც უკრაინის გენშტაბში აქვთ, სამომავლოდ დასაბომბ ობიექტებს შორის აუცილებლად იქნება სანქტ-პეტერბურგის ნავთობ ობიექტები და საპორტე ინფრასტრუქტურა, ასე ვთქვათ, და ეს ყველაფერი ხორციელდება წნეხის ფარგლებში, რომელიც მათ შორის დაანონსა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მან თქვა, რომ დაწყებულია 40 დღიანი კამპანია იმისთვის, რომ როგორმე აიძულონ პუტინი დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და შეწყვიტოს ეს ომი. თუმცა თავად პუტინი ამის გაკეთებას არ აპირებს, ის რამდენიმე საათის წინ პრინციპში ერთი დღეც არ არის გასული, რაც გამოჩნდა კიდევ ერთხელ საჯაროდ სამხედრო ფორმაში გამოწყობილი, რაც როგორც წესი იმის ნიშანი არის ხოლმე, რომ ახალი მუქარები უნდა გააჟღეროს და იმის დემონსტრაცია, რომ ის არ აპირებს ამ ეგრეთ წოდებული სპეციალური სამხედრო ოპერაციის შეჩერებას და გერასიმოვთან ერთად არაერთი ხმაურიანი განცხადება გააკეთა. რეალობას ძალიან მოწყვეტილი პრინციპში. ამ განცხადებებს ოდნავ მოგვიანებით ვიდეოს ბოლო ნაწილში შევეხები, როდესაც პოლიტიკურ ამბებზე ვისაუბრებ. მანამდე კი გავაგრძელოთ უშუალოდ მთავარ ამბებზე საუბარი, რა ხდება ველზე, რა ხდება ფრონტის ხაზზე, რა ხდება საშუალო დისტანციებზე დარტყმების თვალსაზრისით, რა ხდება რუსეთის სიღრმეში დარტყმების შედეგად და რა პროცესებს იწვევს ეს ყველაფერი, რა ხდება მათ შორის იმ კილომეტრებიან ბენზინის გასამარცხებლებთან არსებულ რიგებში, სადაც რუსეთის მოქალაქეები დგანან. ბევრი საინტერესო და მათ შორის ახალისო ვიდეოც გელოდებათ, ვეცდები რომ ყველაფერი სწრაფად გავიარო და ნაბიჯ-ნაბიჯ მოკლედ ბევრ ამას გაჩვენებთ. მანამდე პატარა შეხსენება, თუ არ გაქვთ არხი გამოწერილი, გამოიწერეთ, არ დაგეზაროთ ასევე ამ ვიდეოს დალაიქება იმისთვის, რომ ალგორითმა YouTube-ის აღიქვას, რომ ეს არის საინტერესო ვიდეო და უფრო მეტ ადამიანს აჩვენოს. ასევე ვისაც გსურთ და შესაძლებლობა გაქვთ ჩაერთეთ დონაციაში იმისთვის, რომ ფინანსურად დაუჭიროთ ამ პროექტს მხარი, შესაბამისი მონაცემები არის არხის აღწერაში. გავაგრძელოთ შემდეგი ვიდეო, რომელიც ამ შემთხვევაში უკვე თავად უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ არის გავრცელებული, მათი თავდაცვის ძალების კოლაჟია, ასე ვთქვათ, გრაფიკული გამოსახულება, პირველ რიგში აქ ყურადღებას იქცევს დისტანციაზე ხაზგასმა 930 კილომეტრი რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან სანქტ-პეტერბურგის ტერიტორია და კონკრეტულად ის ზონა, სადაც განთავსებული არის ეს ნავთობაზა და შემდეგ უკვე გრაფიკული გამოსახულება აჩვენებს, რომ აქ დაიბომბა რეზერვუარები, ეს უკვე დრონი არის, დოკუმენტური რეალური კადრი, FP2-ის დრონი იყო, რამდენადაც მე მივხვდი და ეს კადრები, რომელიც ნაწილობრივ უკვე ნახეთ, მორიგი ფეიერვერკი, მოკლედ სანქტ-პეტერბურგის ტერიტორიაზე. არა ისეთი მოცულობითი, რომელიც ნახეთ რამდენიმე კვირის წინ, თუმცა არც ეს არის ნამდვილად ურიგო შედეგი, არაერთი ნავთობ რეზერვუარი დაიწვა, რომელიც გამზადებული იყო
ნედლი ნავთობი საექსპორტოდ, როგორღაც ჩრდილოვანი ფლოტის თუ სხვა ხერხების მეშვეობით ექსპორტზე გასატანად. თუმცა აქ ხაზი გაუსვათ იმას, რომ აქ საუბარი არის ნედლ ნავთობზე და არა ბენზინზე და დიზელზე. ბენზინის და დიზელის ექსპორტი რუსეთმა ოფიციალურად აკრძალა უკვე გაიხანია ამ საწვავზე კრიზისიდან გამომდინარე, თავადაც არ ყოფნით მოგიხსენებათ საკუთარი რესურსები. შესაბამისად, არათუ ექსპორტზე გააქვს ამ ქვეყანას, რომელსაც უწოდებენ ბენზინ გასამართ სადგურს, დიდ ბენზინ გასამართ სადგურს, რუსეთს ექსპორტის ნაცვლად პირიქით იმპორტი ჭირდება და დაწყებული აქვთ კიდევაც 2 დღის წინ გავრცელდა ასეთი ცნობები, რომ ინდოეთთან და ასევე ყაზახეთთან აწარმოებს ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს პუტინის მთავრობა იმისთვის, რომ როგორღაც საწვავი შეიძინონ. თავისთავად ეს ამბავი უკვე ძალიან დიდი პარადოქსი არის რუსეთი აწარმოებს მოლაპარაკებებს იმისთვის, რომ ნავთობი შეიძინოს. მათ შორის ინდოეთთან, რომელსაც თავად აძლევს ამ ჩრდილოვანი ფლოტის მეშვეობით ნავთობს, მათი ძირითადი გასაღების ბაზარი მოგესალმებათ არის ჩინეთი და ინდოეთი. შემდეგ ინდოეთში ხდება ამის გადამუშავება და ვითომ ადგილობრივი მოპოვებული ნავთობი არის და ახლა იქ გადამუშავებულ ბენზინს უკან მიყიდიან, როგორც ჩანს, უფრო ძვირ ფასად, ცხადია, რუსეთს, რომელიც რეალურად დიდ გაჭირვებაში არის. პუტინი კი არ იმჩნევს თითქოს არაფერი არ ხდება, მაგრამ ხალხი ძალიან უკმაყოფილოა და ეს უკმაყოფილების ნიშნული თანდათან უფრო მზარდია. ამაში დღევანდელი ვიდეო კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ. ეს არის კიდევ ერთი ახლო ხედით გადაღებული კადრი პრინციპში. უბრალოდ დაახლოებით იგივე დისტანციიდან, მაგრამ სხვა კადრია, რომელიც უფრო ზუმით გვაჩვენებს ადგილზე არსებულ სურათს. ეჭვმეპარება, რომ ამ დრომდე მოეხერხებინათ ამ ხანძრის ჩაქრობა, რამდენიმე საათი არის, გასულ ღამეს მოხდა ეს დარტყმა, უბრალოდ გამთენიისას დილით და პროცესი დიდი ალბათობით კვლავ გრძელდება. თუმცა სანქტ-პეტერბურგის ნავთობაზა არ ყოფილა ერთადერთი სამიზნე. აქ მოცემულია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს არის ინდუსტრიული პარკი სტავროპოლის 3500 კვადრატულ მეტრზე განლაგებული ობიექტი, სადაც ძალიან დიდი ხანძარი არის. დაზუსტებული ცნობები არ არის იმის შესახებ, აქ რა მოხდა, იყო ეს თქვათ დრონის მიფრენა თუ როგორც ასეთ შემთხვევებში ხუმრობენ ხოლმე ვინმეს შემთხვევით თუ ადგილ-ადგილას ცუდ დროს ანთებული სიგარეტი დაუვარდა, ანუ ეს გულისხმობს, რომ რაიმე სახის ვერსიას ხომ არ ქონდა ადგილი, ალბათ ახლო მომავალში უფრო მეტი გვეცოდინება ამ ამბის შესახებ, მანამდე შეგვიძლია უბრალოდ ვნახოთ კადრები და წარმოდგენა შევიქმნათ რუსეთის ეკონომიკისთვის დამდგარ ზარალზე, აი ამ ხანძრის მასშტაბიდან გამომდინარე. გავაგრძელოთ აქ ვიდრე გადავალ დეტალებზე და მოგიყვებით ამბავს, რომელსაც მათ შორის ეს ფოტო უკავშირდება, მანამდე ერთი რამ უნდა ითქვას, რომ ეს არ არის ცალმხრივი პროცესი და მხოლოდ უკრაინა არ ახორციელებს ცხადია დარტყმებს რუსეთის ტერიტორიაზე. პირიქით უმძიმეს დარტყმებს იღებს უკრაინა რუსეთის მხრიდან და აქ არის ძალიან დიდი განსხვავება. ამ განსხვავებაზე მინდა რომ ვისაუბრო სწორედ. როდესაც უკრაინა ახორციელებს რუსეთში დარტყმებს, მაშინ რუსული პროპაგანდა ფუთავს ამ ამბავს, თითქოს ეს არის ტერორისტული დარტყმები უკრაინის მხრიდან მათ მოსახლეობაზე. რაც აბსოლუტური აბსურდია და ეს არის რეალობის შებრუნება. აბსოლუტურად საპირისპირო ხდება. ფაქტი ის არის, რომ რუსეთი ფრონტზე წარუმატებლობის გადაფარვას ცდილობს და არც ეს არ არის ახალი, დიდი ხანია უკვე ამას აკეთებს, ცდილობს სამოქალაქო საზოგადოების ტერორით და პირდაპირ მიზანმიმართული ტერორისტული დარტყმებით მოსახლეობაზე, საცხოვრებელ კორპუსებზე. ეს მაგალითად არის სუმში გადაღებული კადრი, გასულ ღამის ამბავს ყვები. სუმში სამოქალაქო ობიექტები, საცხოვრებელი კორპუსები დაიბომბა პლანირებადი, მართვადი ავიაბომბებით. ანუ 250 კილოგრამიანი და 500 კილოგრამიანი ბომბები, ავიაბომბები ჩამოყარეს დასახლებულ პუნქტში, პირდაპირ საცხოვრებელ კორპუსებზე. და არის მსხვერპლი.
ეს არის ზელენსკის პოსტი, სადაც ის საუბრობს, რომ იმ დროისთვის, როდესაც ეს პოსტი არის გამოქვეყნებული, უკვე 4-ს შეადგენდა დაღუპულთა რაოდენობა და 27 იყო დაშავებული მხოლოდ სუმში. თუმცა მხოლოდ სუმი არ დაბომბილა ამ მძიმე ავიაბომბებით. გასულ ღამეს მსგავსი დარტყმები ასევე განხორციელდა ხარკოვის ოლქში, დონეცკის ოლქში, ასევე დნეპროპეტროვსკის მიმართულებით. დრონებით იყო შეტევები ზაპოროჟიეს მიმართულებაზე, ასევე საცხოვრებელ ზონებზე და იქაც დაფიქსირდა მსხვერპლი და დაშავებულები ათეულობით. ამ ფოტოკოლაჟში არის კიდევ უფრო სხვა, უფრო მძიმე კადრებიც, რომელსაც შეგნებულად არ ხსნი იქიდან გამომდინარე, რომ YouTube-ის ფორმატი არ გვაძლევს ამის საშუალებაც და დავიბლოკებით, თუმცა დამერწმუნეთ, რომ ძალიან მძიმე კადრები იყო გასული ღამის, მათ შორის იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ადამიანებმა კიდურები დაკარგეს, უმძიმესი დაზიანებები ჰქონდათ და ეს ყველაფერი ხდება მიზანმიმართულად. შეუძლებელი არის, რომ აი ასე საცხოვრებელი კორპუსები იბომბებოდეს შეცდომით. ეს უბრალოდ წარმოუდგენელია, ცხადია და ძალიან გასაგები, რომ პუტინის ბრძანებით, სხვათა შორის პუტინმა გუშინ უბრძანა მის შეიარაღებულ ძალებს, რომ გააძლიერეთ უფრო დარტყმები უკრაინის ქალაქებზე. პირადად პუტინის ბრძანებით იბომბება საცხოვრებელი კორპუსები და აი ესეთ შედეგებს ვიღებთ. სხვათა შორის წინა დღეებში არ მქონდა სამწუხაროდ საშუალება და დრო რომ ჩამეწერა ეპიზოდი, მაშინ როდესაც კიევზე განხორციელდა უმძიმესი თავდასხმა და როდესაც საუბრობთ სამოქალაქო ტერორზე, აუცილებლად უნდა შევეხოთ კიევის ამბავსაც, სადაც ბოლო მონაცემებით, რამდენადაც მე გავეცანი ინფორმაციას, 25-მდე იყო დაღუპულების რაოდენობა და 100-ზე მეტი დაშავებული და მოგეხსენებათ ხო, იქ იყო უმძიმესი ღამე, 2-3 დღის წინ ხდებოდა ეს ამბავი. ათეულობით ბალისტიკური რაკეტა, ათეულობით ფრთოსანი რაკეტა და ასეულობით დრონი ერთდროულად ქალაქისკენ მიმართული. გასაგებია, რომ იქ თავდაცვის სისტემებმა იმუშავა მეტნაკლებად ეფექტურად, მათ შორის შაჰიდების შემთხვევაში 95%-იანი შედეგი აჩვენეს, გაანადგურეს შაჰიდები ჰაერშივე, მაგრამ ყველაზე მეტად უკრაინას უჭირს ბალისტიკასთან გამკლავება და ამაზე აკეთებს ყოველ ჯერზე აქცენტს, როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ასევე თავდაცვის მინისტრი და სხვები, რომ მათ პარტნიორებისგან ჭირდებათ დახმარება. მათ შორის მიწოდება პატრიოტის რაკეტების, სისტემის რაკეტების, ასევე დახმარება იმისთვის, რომ გააძლიერონ საკუთარი წარმოება. ისინი ამბობენ, რომ ძალიან ახლოს არიან უკვე ბალისტიკური რაკეტების საწინააღმდეგო შეიარაღების შექმნასთან და წლის ბოლომდე დაანონსებული არის, რომ ეს დიდი ალბათობით უკვე მოქმედებაში იქნება, ასევე ისინი თავად არიან ძალიან ახლოს ბალისტიკური რაკეტების სრულყოფასთან, რომელსაც ქმნიან FP7-ებზე და FP9-ებზე არის საუბარი და ამბობენ, რომ უპასუხებენ ამ საფრთხეებს შესაბამისად რუსეთის ტერიტორიაზე, მაგრამ ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ფაქტია, რომ ყველაზე მოწყვლადი უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემა არის სწორედ ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ და ამ კოზირს, ასე ვთქვათ, პუტინი იყენებს შესაბამისად, ისე როგორც იყენებს ბომბავს პირდაპირ მშვიდობიან მოსახლეობას. დაუბრუნდეთ ახლა კვლავ უკრაინის წარმატებულ ოპერაციებს, მათი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სწორედ ის არის, რომ მტრის შეტევითი პოტენციალი შეასუსტონ, მათ შორის პირველ რიგში იმ მიზნით, რომ რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიადგეს სამოქალაქო საზოგადოებას და ამ მხრივ სიმბოლური ამბავი გავრცელდა დღეს, თუმცა ეს არის ოდნავ წინა პერიოდში ჩატარებული ოპერაცია, 26 ივნისით არის დათარიღებული. ყირიმში ბელბეკის საჰაერო ბაზაზე მიტანილი იერიში არის ამ შემთხვევაში ნაჩვენები, სადაც განადგურდა MiG-29 რუსული ბომბდამშენი. სწორედ MiG-29-ით ხდება მათ შორის ამ მართვადი ავიაბომბების ჩამოყრა, რომლითაც იგივე გუშინ სუმი დაბომბეს. რაზეც ახლა ვსაუბრობდი, აქაც გვაქვს ესეთი საინფორმაციო გრაფიკა და უშუალოდ კამიკაძე დრონის მიერ გადაღებული კადრი. Hello MiG-29, აი ესეთი ბოლო კადრი, ვიდრე ეს საფრენი აპარატი სრულად განადგურდებოდა, ძალიან ეფექტური ოპერაცია. ბელბეკის საჰაერო ბაზა, რომელიც მხოლოდ ივნისის ბოლო რიცხვებში არ გახდა უკრაინელების სამიზნე და ახლა უკვე ვისაუბროთ იმაზე, რა მოხდა რამდენიმე დღის წინ.
დიდი ამბავი პრინციპში საუბარია იმაზე, რომ ერთი ოპერაციის ფარგლებში ყირიმში უკრაინელებმა გაანადგურეს 7 რუსული სამხედრო საფრენი აპარატი. საუბარია სულ 30-ებზე და სულ 24-ებზე ავიაგამანადგურებლებზე, ბომბდამშენებზე. ხო, მე წაღან ვახსენებ ბელბეკი, მაგრამ ამ შემთხვევაში დავაზუსტოთ, აქ საუბარი არის სხვა აეროდრომებზე, საკის და გვარდიისკის აეროდრომებზე უფრო კონკრეტულად და ეს ოპერაცია გულისხმობს იმას, რომ მიიტანეს იერიში არა ღიად მდგომ ამ ავიაგამანადგურებლებზე, არამედ სანგრებზე, სადაც ისინი იყო განთავსებული. ჯერჯერობით არ გვინახავს ამ ოპერაციის დამადასტურებელი ვიდეო მასალები. ვნახოთ, იმედია ამის შესახებაც ვნახავთ, ძალიან საინტერესო იქნება უშუალოდ დრონების მიერ გადაღებული მასალების ნახვა. სხვა ტიპის ოპერაციებს რაც შეეხება, ესაც არის გუშინდელი ღამის, ანუ 4 ივლისით არის დათარიღებული, გასული ღამის ამბავი, ამ შემთხვევაში ეს არის ბელგოროდი, რუსეთის ტერიტორია და ჰაიმარსის სისტემის მეშვეობით დაიბომბა იქ ენერგოინფრასტრუქტურა. უკრაინელები ცდილობენ, რომ მაქსიმალურ დისკომფორტში ამყოფონ რუსები მოსაზღვრე რეგიონებში განსაკუთრებით. ბელგოროდში პირველად არ ხდება, როდესაც იბომბება ესეთი ენერგოობიექტები და ძალიან ხშირი მოვლენა გახლავთ ასევე ელექტროენერგიის გათიშვა. იქიდან გამომდინარე, რომ ეს გამანაწილებლები თუ სხვა ტიპის ინფრასტრუქტურა ექცევა უკრაინული დრონების სამიზნეში. ამ შემთხვევაშიც სწორედ ეს მოხდა. იყო დრონებითი იერიში, რამაც გამოიწვია მასშტაბური გათიშვა ელექტროენერგიის. სხვათა შორის ყირიმშიც ძალიან დიდი ამბები არის ამაზე, გარდა იმისა, რომ იქ სტრატეგიული გზები, ხიდები მოექცა დაბომბვის ქვეშ, იმისთვის რომ მოხდეს ყირიმის იზოლაცია, შემდეგ უკვე ნახეთ ბენზინის კრიზისი და საბოლოოდ გაყიდვის აკრძალვა, იმიტომ რომ იქ საწოვის შეტანა ფაქტობრივად ვერ ხერხდება გზებზე არსებული სიტუაციიდან გამომდინარე და პლიუს დაიბომბა ნავთობრეზერვუარები, ნავთობაზები. ამის შემდეგ უკრაინელებმა ასევე დაიწყეს ყირიმში მდებარე ელექტროსადგურების მიზანმიმართული განადგურება და ამას მოაქვს ცხადია შესაბამისი შედეგები. ყირიმს მასობრივად ტოვებენ რუსები, მათ შორის ვკითხულობდი ინფორმაციას, რომ ევაკუაციას ახდენენ გარკვეული მაღალჩინოსნებისაც სამხედრო თუ პოლიტიკური სფეროდან და ახდენენ ასევე გატანას მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის, რაც შემდგომში პოტენციურად შესაძლოა რომ უკრაინელების ხელში აღმოჩნდეს, ხო? ანუ სხვა ლოგიკა აქ არ არსებობს, თუ გაქვს მნიშვნელოვანი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, ეს ამას იმიტომ აკეთებ, რომ მოწინააღმდეგის ხელში არ აღმოჩნდეს. ეს არ არის გადაჭარბებული რაღაც მოლოდინების შექმნა, თავად რუსები განიხილავენ მსგავს გეგმებს. ისინი უშვებენ მათ შორის იმას, რომ ახლო მომავალში არ არის გამორიცხული უკრაინელებმა დესანტიც გადასხან ყირიმის ნახევარკუნძულზე. ყოველ შემთხვევაში ამისთვის მზად მათ დაიწყეს და 2 დღის წინ ასევე გავრცელდა ონლაინ სივრცეში ფოტო მასალა, სადაც ნაჩვენები იყო რუსების სამეთაურო საშტაბო სწავლება. სადაც ფოტო იყო, სადაც ნაჩვენები ჰქონდათ რუკა გახსნილი და განიხილავდნენ სცენარს, სად რა მიმართულებიდან შეიძლება მოხდეს დესანტის გადასხმა. მოკლედ, ხო, ყირიმზე ბევრჯერ ვისაუბრე და მოლოდინის რეჟიმში ვარ მეც და დარწმუნებული ვარ, ბევრი თქვენგანიც თუ რა მოხდება იქ. მანამდე რასაც ვხედავთ, ეს არის კვლავ საშუალო დისტანციის დრონებით დარტყმები, როგორც ყირიმის მიმართულებით, ასევე ფრონტის ხაზთან ახლოს 100-150 კილომეტრის სიღრმეში. როგორც სამხრეთით, ასევე აღმოსავლეთის მიმართულებით და სამიზნე არის რუსეთის სამხედრო ლოჯისტიკა. ამ შემთხვევაშიც ასეთი კადრი გვაქვს, იწვის ბერდიანსკის მიმართულებაზე, ესე არხეინად სატვირთო მანქანა. მორიგი. ყოველდღე ათეულობით ასეთი სამიზნე არის ჰორნეტის ტიპის დრონებისთვის თუ სხვა ტიპის დრონებისთვის, რომელიც არის უკრაინელთა შეიარაღებაში, კონკრეტულად საწვავმზიდების და კონკრეტულად სამხედრო სატვირთო ავტომობილების განადგურებისთვის. ეს ხდება სამხრეთით მთელ დიდ მაგისტრალებზე და ასევე ხდება აღმოსავლეთით.
დონეცკის მიმართულებაზე. ამ ხრივაც ველოდებით, როდის გამოიღებს შედეგებს ეს ყველაფერი და ლოჯისტიკის კრიზისი როდის აისახება ფრონტის ხაზზე არსებულ სურათზე. აქ ძალიან საინტერესო სტატისტიკა, თვის შეჯამება არის, მოგეხსენებათ დღეს უკვე 4 ივლისია, ივნისის თვეში კი ძალიან დიდი ზიანი მიადგა, როგორც ამას ოფიციალურად აღწერს უკრაინის შეერაღებული ძალების გენშტაბი, დიდი ზიანი მიადგა რუსეთის ენერგო სექტორს, რაც ციფრებში აი ასე გამოიყურება. 42.74% თლიანი წლიური მოცულობის არის ამ დროისთვის გაჩერებული. ანუ საუბარია იმაზე, რომ 1 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით პერიოდში, აი აქ არის თარიღი ნაჩვენები, 1 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით. 8 მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მოექცა პირდაპირ დარტყმის ქვეშ, ან მთლიანად გააჩერა მუშაობა, ან ნაწილობრივ შეფერხდა. განადგურებული არის 65 ნავთობტანკერი, ნავთობ რეზერვუარი, ასე ვთქვათ, რაც გულისხმობს ცხადია ათეულობით და ასეულობით ტონა ნედლი ნავთობის განადგურებას. მთლიანობაში ეს ყველაფერი კი ადის მილიარდობით ზარალზე დოლარში რუსეთის ეკონომიკისთვის. აქ გარკვეული კალკულაცია ამ ხრივაც გვაქვს. მოკლედ 36.7 მილიონი ამერიკული დოლარის ზარალი ყოველდღიურად 1.1 მილიარდი ამერიკული დოლარი ყოველთვიურად და 13.4 მილიარდი ამერიკული დოლარი წლის განმავლობაში. აი ეს არის ფინანსური ეფექტი, რომელსაც გამოიწვევს დღეისათვის არსებული სურათი, ანუ ივნისის თვის განმავლობაში. 2 ივლისამდე განხორციელებული დარტყმებით 42.74% მთლიანი ნავთობწარმოების მოცულობის არის გაჩერებული რუსეთში. შთამბეჭდავად გამოიყურება უდაოდ და ამაზეც აუცილებლად უნდა გამიმახვილებინა ყურადღება და როგორც ამბობენ, ეს ჯერ დასასრული არ არის და კიდევ ბევრი საინტერესო ფეიერვერკი შეიძლება ვნახოთ, ისეთი როგორცაც დღეს ვადევნებდით მაგალითად თვალს სანქტ-პეტერბურგში. ამას მოაქვს როგორც მოკლევადიანი ეფექტი, ასევე გრძელვადიანი ეფექტი. მოკლევადიანი ეფექტი კი განსაკუთრებით ფეთქებად საშიშია პოლიტიკური თვალსაზრისით. წალეკა მოკლედ ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცე რუსეთის უკმაყოფილო მოქალაქეების ვიდეო მიმართვებმა, რომლებიც ძირითადად აი ასე ბენზინის რიგში დგომის დროს ავტომობილებში არის ჩაწერილი. ვერ ვეწევი იმდენია, მართლა ყოველდღე უფრო და უფრო მეტი ვრცელდება. ცხადია, ბევრს არ გაჩვენებ, თუმცა რამდენიმე ესეთი მარგალიტი ამოვკრიფე დღევანდელი ეპიზოდისთვის. დარწმუნებული ვარ, ბევრი თქვენგანი თავადაც ნახულობს სოციალებში ამ ვიდეოებს. ხო, ვაკვირდები ხოლმე ტენდენციას მე პირადად. ვინ როგორ გამოხატავს, ზოგი შეფარვით, ზოგი სარკაზმით, ზოგი რაღაცა აბსოლუტურად საპირისპიროს ლაპარაკობს და საპირისპიროს გულისხმობს, იმიტომ რომ ვითომ ვინმე არ გამოეკიდოს და რაღაც არ დაადანაშაულოს იმაში, რომ სიტყვიერად ვინმეს შეურაცხყოფას აყენებს ან პასუხისმგებლობას აკისრებს, სხვადასხვა ფორმებს ნახულობენ. მაგალითად, ეგეთი ფლეშმობი შემხდა. რუსეთის მოქალაქეები, ახალგაზრდები იღებდნენ ვიდეოებს პრეზიდენტის კარაქით ხელში, მაგალითად, ან რაღაცა რძის პროდუქტებით ხელში და ლანძღავდნენ მას, ანუ ამ რაღაც პროდუქტს, რომელსაც პრეზიდენტი ეწერა და ამბობდნენ, რომ ის უვარგისია. რეალურად ქვეტექსტი შინაარსი იყო ის, რაც ყველა მიცის, რომ ისინი ლანძღავდნენ აი ამ მეთოდით პუტინს და აკისრებდნენ პასუხისმგებლობას იმ უბედურებაზე, რაც მათ ჭირთ, რომ ფასები იზრდება, რომ ბენზინი არ არის და ასე შემდეგ. მოკლედ, ბევრი ვიდეო არ ჩავთვალე საჭიროდ, რომ თქვენთვის მეჩვენებინა ამ შემთხვევაში და დიდი დრო წამეღო, მაგრამ რამდენიმე ესეთი სიმბოლური შევარჩიე და მოდი მოვისმინოთ. ერთ-ერთი ეს არის. Очень модно сейчас стало записывать обращение к Владимиру Владимировичу Путину, и вот я тоже решил обратиться и сказать: Владимир Владимирович, спасибо вам огромное, спасибо за все, что происходит. Мы на самом деле очень рады. Движуха нереальная, каждый день такие обстоятельства происходят. Там горит, там дымит, цены взлетают, это так, это сяк. И каждый день мы подстраиваемся под эту ситуацию. Мы не чувствуем облегчения в жизни, но мы чувствуем, что нам надо стараться, чтобы выживать.
Вот. Но мы надеемся, что когда-нибудь мы будем легко жить, работать по 6 часов. Вот. Но это, наверное, когда уже по телевизору вашу голову не будут показывать. Вот. А так спасибо вам огромное. Спасибо от всех тех, кто пострадал. Спасибо вам. Вы лучший. მადლობა პუტინს, შენ საუკეთესო ხარო ამ დვიჟუხას მოწყობისთვისო. გასაგებია ხო? გავაგრძელოთ, ესაც ძალიან მომეწონა მე პირადად. Ცოტა ზედმეტად ემოციური არის, წინასწარ გავფრთხილებთ. Ну, что, бензина в стране нет? Мы эту нефть сами добываем, блядь. Как понять, нет бензина, бля? Мы эту нефть, бля, у нас она, блядь, сука, блядь, землю разобьешь, нефть выливается. Как понять, нет бензина, блядь? То есть ты хочешь сказать, что наши власти нас обманывают, Кирилл? Нет, не власть. Люди, Вот и всё, вот и всё. которые в очереди стоят, искусственно делают вот этот ажиотаж. Бензин есть, люди заливают даже 10 литров, блядь. Машина не жрет столько, она заливает, блядь. Ёбаный рот, блядь, клянусь, бензин есть. Даже вчера Путин вышел, сказал, бензин есть, запасы есть. Но люди делают ажиотаж. Нахрена вы делаете ажиотаж? У меня 30 километров запас хода, бля, я в рот выебался, блядь. Ну что, бензина в стране нет? Мы эту не... Даже პუტინი გამოვიდა და თქვა რომ არის бенზინი და რატო პანიკობთ, ხო? პუტინი კი არ იმჩნევს ამ ამბავს, მაგრამ გარკვეულმა მაღალჩინოსნებმა დაიწყეს ძალიან უხერხული რჩევების გაცემა, რამაც ცალკე კიდევ უფრო მეტად გადააგიჟა რუსეთის მოქალაქეები. მათ შორის ეგეთ რჩევებს გასცემენ, რომ მოდი პოზიტივი დავინახოთ, ხო ხალხო, ეს კრიზისი კი არისო, მაგრამ რაღაცა კარგი კუთხით ყველაფრის რაღაცა პოზიტიურად დანახოთ შეიძლება. მაგალითად, მანქანით არივლით, ფეხით ისეირნებთ ბევრს და უფრო ჯანმრთელები იქნებითო რა. მათ შორის აი ამ პოსტში არის მოთხრობილი, რომ ირკუტსკის გუბერნატორმაც დაახლოებით ეგეთი რჩევა გასცა, ასე ვთქვათ. Აკი არის ვიღაც მოქალაქე, რომელიც ფეხით მოდის, სამსახურიდან ბრუნდება და თავის მხრივ სხვა ტიპის რჩევას იძლევა. Дорогие друзья, иду домой с работы, иду пешком. Чего на самом деле всерьез всем и советую зафиксировать количество бензина в баке и пока не нормализуется, без необходимости на автомобиле не ездить. Смотрите, я ведь говорю открыто, у нас с вами осталось определенное количество топлива. И либо мы его дотягиваем до прихода следующей партии, либо он у нас кончается в 2 раза быстрее. И представьте, например, неделю во всем городе нет бензина. Неделю нет вообще бензина. Вот тогда мы с вами по-настоящему и поймем серьезность ситуации. ხო, მოკლედ, бензინი რომ არ არის ეს ერთია და თუ არის, იმ შემთხვევაშიც არის გარკვეული პრობლემები ხარისხთან დაკავშირებით და ესაც საგულისხმო გარემოება არის. Აი ეს არის ძალიან საინტერესო ვიდეო მიმართვა, ძალიან პატარა, 16 წამიანია და პასუხობს იმ რჩევებს, რომელსაც ოფიციალური პირები გასცემენ ჯანმრთელობის კუთხით. Когда отключили интернет, сказали, что нужно больше гулять по улице. Теперь у нас нет бензина, и нам снова приходится много гулять. Интересно, а зачем такие сильные ноги? К какому походу нас готовят? როცა ინტერნეტი გაგვითიშეს, მაშინ გითხრეს, რომ კარგი იქნება, რომ მეტი ვიაროთ ფეხი თუ ახლა бенზინი არ არის და იგივეს გვეუბნებიანო და ძალიან მაინტერესებს ესეთი ჯანმრთელი ფეხები რისთვის გვჭირდება, ასეთი რა მარშისთვის გვამზადებთო, ესეთ კითხვას სვამს. მოკლედ, სეირნობა და ფეხების გამაგრება ერთია, თუმცა სხვა ტიპის აქტივობებიც ხდება. бенზინის რიგში მდგომი ხალხი ხელშართული ბრძოლითაც კავდება ხოლმე და ესეთი სპორტული აქტივობები გვაქვს. შერეული საბრძოლო ხელოვნება ხალხო. აბა, თავიდან გავუშვათ. აი, ესეთი გდება გაუკეთ, ა? ლუკოილის ბენზინგასამართის ადგური. და ეს ყველაფერი არის. კიდევ ერთი ვნახოთ.
ესენი ძალიან შეყვნენ ჭიდაობას რაღაცა მტკივნეული ილეთის თუ მახრჩობელა ილეთის გაკეთებას უპირებს. საინტერესოა როგორ დაამთავრდა ეს ურთაბრძოლა. ხო, ხუმრობა იქით იყოს, მაგრამ რეალურად ძალიან ცუდ დღეში არიან, კონფლიქტებიც ხდება, ჩხუბებიც ხდება. დასწრებაზე არიან, მოკლედ და გარდა ამისა თანდათან გამოცდილებასაც აგროვებენ და ადრე თუ მიდიოდნენ ხოლმე მოუმზადებლები, ახლა ნახულობ ვიდეოებს, სადაც მაგალითად ვიღაცები საბნით, ბალიშით, მანქანაში გამოსაცვლელი ტანსაცმელი და ასე შემდეგ საჭმელი სასმელი მიაქვთ იმისთვის, რომ მოემზადონ ხანგრძლივი დგომისთვის. შესაძლოა 1 დღე, 2 დღე გაგრძელდეს ეს ყველაფერი. ისეთი კადრებიც ნახე, ისე სხვა შორის კარგი იქნებოდა ეგ, რომ მე ნახებინა თქვენთვისაც სამწუხაროდ და აღარ შემხვდა დღეს ეს ლინკი, მწვადი ჰქონდათ ბიჭებს იქ შუა საცობში. მოკლედ მწვადს წვავდნენ და ესე გაყავდათ დრო და მიდიოდა სმა, დვიჟუხა. ესაც საინტერესო მასალა არის თავად ეს საწვავმზიდები, რომლებიც წესით აქტიურად უნდა მუშაობდნენ და მთელ ქვეყანაში სხვადასხვა ოლქებში დააქონდეთ ბენზინი და დიზელი, თავად დგანან საწვავის გარეშე. ასეულობით საწვავმზიდი ერთ სადგომზე 2 რიგად და 3 რიგად დგას და ამას აღწერს სწორედ ამ ვიდეოს ავტორი, რომ ნამდვილი უბედურება ხდება მოკლედ ამ ხრივაც. Еще хорошо, что я не там, в самом конце стою. И тут в 2-3 ряда стоят машины. Ё-моё. Короче, жопа. ასე შემდეგ გავგრძელოთ ეს უკვე არის ასევე გუშინდელი მასალა და მადი არის ჩიტები 414 ბრიგადის მორიგი 414 კი არ მეშლება, გადავამოწმე მაინც ეს არის მადიარის დანაყოფი და 3 ივლისის მონაგარი, ასე ვთქვათ, დათარიღებულია და შესაბამისი კადრები, მიტანილი ერიშები, ძირითადად ეს არის ყირიმის ნახევარკუნძულზე განხორციელებული დარტყმები და ძირითადად სამიზნეებს შორის არის საჰაერო თავდაცვის სისტემები, მაგალითად, აი ასეთი, რომელსაც ახლა კადრში ხედავთ. თორები, პანცირები და ასე შემდეგ. საჰაერო თავდაცვის სისტემების განადგურება იმისთვის, რომ უფრო მარტივად შეძლონ შემდეგში უკვე უკრაინულმა დრონებმა ოპერირებმა, მათმა ოპერატორებმა უფრო თავისუფლად იფრინონ, ასე ვთქვათ, და უფრო მეტი სამიზნე გაანადგურონ. ძალიან ეფექტური კადრები. პირველიდან 3 ივლისის მონაკვეთში არის უფრო სწორად, ამ თარიღებით მიხვდებით. ასევე გარდა საჰაერო თავდაცვის სისტემებისა, ყირიმის ნახევარკუნძულზე უკვე ვახსენე, რომ ინტენსიურად ხდება იერიშების მიტანა ენერგოობიექტებზე. აი ამის სამსახველი კადრები არის ამ შემთხვევაშიც ნაჩვენები, ცოტა ავასტრაფოთ იმისთვის, რომ დიდი დრო არ წაიღოს ამ მასალამ. შავ-თეთრი კადრებია და დიდად გარჩევადი მაინც არ არის. ხო, მოკლედ, რიგ შემთხვევაში ენერგოობიექტები, რიგ შემთხვევაში საჰაერო თავდაცვის სისტემები იყო სამიზნე. მე ახლა აი ამ პოსტს ასე ნელ-ნელად ჩამოვატარებ, თავიდან ბოლომდე არ ჩავიკითხავ, სურვილი შემთხვევაში შეგიძლიათ რომ დააპაუზოთ და წაიკითხოთ კონკრეტული სამიზნეების აღწერა, რომელიც 3 ივლისის მონაცემებით ამ კონკრეტულმა ერთმა დანაყოფმა გაანადგურა. წავიდეთ ახლა ნაწილობრივ პოლიტიკურ ამბავზე. დღეს ოდესაში იყო ვოლოდიმირ ზელენსკი და მნიშვნელოვანი პოლიტიკური განცხადებები გააკეთა. კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინა ამ ომს აგრესორის წინააღმდეგ აუცილებლად მოიგებს, თქვა, რომ ომი დაბრუნდება იქ, საიდანაც მოვიდა და რუსეთის მოქალაქეები ამას ყოველდღე უფრო მძაფრად იგრძნობენ. ასევე მან ისაუბრა შავი ზღვის რეგიონის შესახებ, მან ისაუბრა ყირიმის შესახებ. საინტერესო იყო ჩემთვის ამ მომენტში ყირიმში მიმდინარე ამ პროცესების გათვალისწინებით სიახლოვეს ოდესის ოლქში ზელენსკის გამოჩენა. ის იყო ყველაზე მაღალი რანგის სამხედრო მაღალჩინოსნების გარემოცვაში, მათ შორის გენშტაბის უფროსიც შენიშნეთ. და ათვალიერებდა
ტექნოლოგიურ მიღწევებს და შეიარაღებას, უკრაინული წარმოების შეიარაღებას, მათ შორის ნეპტუნის რაკეტებს, უპილოტო დრონებს, საზღვაო დრონებს და ასე შემდეგ, რაც უკავშირდება სწორედ შავი ზღვის რეგიონს და უკრაინული პორტების უსაფრთხოებას, რაც უკავშირდება ყირიმს. შემდეგ უკვე იყო, როგორც თქვი, პოლიტიკური განცხადებები და აი აქ არის ერთი მონაკვეთი, სადაც ის სწორედ შავ ზღვაზე საუბრობს. Росія програла Чорне море. І починаючи зі звільнення Зміїного та продовжуючи нашими операціями проти російського флоту, російських портів та окупаційних сил у нашому українському Криму, ми доводимо, що цей простір, Чорноморський простір, Азовський простір, точно не будуть місцем спокою для Росії. ხო, საინტერესო განცხადება იყო, არ ვიცი, მე ვცდილობ რომ რაღაცა საერთო სურათში შევხედო ხოლმე ესეთ ამბებს, ესეთ გამოსვლებს და ლოკაციებს, ეს წარმონიშნულა სად ხდება და რა მომენტში ხდება მსგავსი განცხადებების გაკეთება, ხო, და გარკვეული მინიშნებების მომცემი არის. ძალიან სიმბოლურ ეტაპებზე გაამახვილა ამ შემთხვევაში ზელენსკიმ აქცენტი. მან აღნიშნა, რომ უკრაინელებმა შავ ზღვაში საკუთარი პოზიციები დაიცვეს ჯერ კიდევ ზმეინის კუნძულის შემთხვევაში, შემდეგ უკვე მაშინ, როდესაც მიზანმიმართული იერიშების განხორციელება დაიწყეს რუსულ პორტებზე და მათ შესაძლებლობებზე და მესამე ნაწილში, როგორც მოისმინეთ, მან ახსენა უკვე ყირიმი და ხალხსგასმით თქვა, რომ არ არის იქ რუსების ადგილი, შავ ზღვაში, აზოვის ზღვაში რუსების ადგილი არ არის. ეს არის გზავნილი ზელენსკის მხრიდან. ნახოთ, როგორ წავა პროცესები, ძალიან საინტერესო არის და აი ამ პროცესში განსაკუთრებული ფუნქცია აქვს აი ამ კაცს, რომელსაც ახლა თქვენ ეკრანზე ხედავთ, ეს არის უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ახალგაზრდა პოლიტიკოსი მიხაილო ფედოროვი, რომელიც აქცენტს აკეთებს სწორედ ტექნოლოგიურ განვითარებაზე და აი ამ დისბალანსის აღმოფხვრაზე, რაც ახლა აქვს უკრაინას, შედარებით მცირე ძალას უწევს, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს მასზე მასშტაბით დიდ მოწინააღმდეგეს ოკუპანტს და აი ეს დისბალანსი სწორედ ტექნიკურმა განვითარებამ უნდა შეავსოს. ასეთი არის ფედოროვის მიდგომა, სხვათა შორის დღევანდელ გამოსვლაში ის ამბობდა ანონსებდა გარკვეულ სიურპრიზებს. ასეთი რამ თქვა, რომ ძალიან მალე უკრაინა ამ ომის ახალ ფურცელს გადაშლის. ახალი თავი დაიწყება, ასე ვთქვათ, ამ ომის მიმდინარეობის და ეს უკავშირდება სწორედ იაფ და მაღალტექნოლოგიურ შედეგებს, რომელიც დაიდო უკრაინის სამხედრო ინდუსტრიის მიერ. არ დაუკონკრეტებია, რაზე იქნება საუბარი, არც მინიშნება გაუკეთებია, იქნება ეს რაღაც დრონების ახალი სისტემა თუ რა, თუმცა ცალსახად თქვა, რომ ეს იქნება რაღაც ახალი და რაღაც გარდამტეხი. არ ვიცი, რთულია ამ შემთხვევაში მარჩიელობა, შესაძლოა გულისხმობდეს იქ ბალისტიკურ რაკეტებს, რაც არაერთხელ ვახსენეთ, ან ბალისტიკური რაკეტების საწინააღმდეგო სისტემებს, ან თუნდაც შეტევით შეიარაღებას. ნახოთ. მან თქვა, რომ ამ ყველაფერზე წინასწარ არ ილაპარაკებენ, თუმცა საჯარო მას შემდეგ გახდება, როდესაც ეს ყველაფერი მედიაში მოხდება. ანუ, როდესაც რაღაცა კონკრეტული ამბები იქნება, სადაც ამ ახალი ტექნოლოგიური მიღწევების მოქმედება გამოჩნდება. უნდა დაველოდოთ ამ ამბავს, მოკლედ და ბოლოს ვუახლოვდები განცხადებას, რომელიც პუტინმა შემოგთავაზა, პუტინმა გუშინ თქვა ასეთი რამ, რომ კონსტანტინივკა, დონეცკის ოლქის ქალაქი კონსტანტინივკა უკვე აიღო რუსეთის საოკუპაციო არმია, რაც რეალობას არ შეესაბამება. მიუხედავად იმისა, რომ კონსტანტინივკაში ფიქსირდება ეგრეთ წოდებული შტურმავიკების შეჟონვა, მათი ინფილტრაცია, მიმდინარეობს ბრძოლები. ეს არ ნიშნავს ამ ეტაპზე იმას, რომ უკრაინელებმა კონსტანტინივკა დატოვეს და იქ პოზიციები სრულად აქვთ დაკავებული რუსებს.
ეს რეალობას არ შეესაბამება, ამას ამბობენ როგორც უკრაინული წყაროები, ასევე საერთაშორისო წყაროები, რომლებიც აკვირდებიან ომის მიმდინარეობას. ამ შემთხვევაში ეს არის Deep State-ის რუკის, ასე ვთქვათ, სკრინი, სადაც ნაჩვენები არის კონსტანტინოვკას გარშემო არსებული სურათი, გარშემო სრულად არის ნაცრისფერი ზონა და ჯერჯერობით აქ წითელ მონიშნებს ყოველ შემთხვევაში ცენტრალურ ზონაში ვერ ვხედავთ. აი აქ ჩვენ გვაქვს ასევე ხო იქ პუტინი იყო და მაგას დაუბრუნდები, ეს არის უკვე ომის შემსწავლელი საერთაშორისო ინსტიტუტის ანალიზი, რომელიც ასევე დაახლოებით ამ სურათს აღწერს, რომ 3 ივლისის მონაცემებით კონსტანტინოვკაში ინფილტრაცია ფიქსირდება, არის იქ რაღაცა შერეული სიტუაცია, დუღს ასე ვთქვათ აქ შეხების ხაზი, ზოგ ზონაში არიან რუსი შტურმავიკები გამაგრებული, ზოგან პირიქით უკრაინელები და ჯერჯერობით აქ ბრძოლის ბედი გადაწყვეტილი არ არის. მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, კონსტანტინოვკა ჯერჯერობით არ არის დაკარგული უკრაინელებისთვის. მინიმუმ ფაქტობრივი უზუსტობა არის იმის თქმა, რომ კონსტანტინოვკა უკვე რუსების ხელშია, ეს რეალობას არ შეესაბამება, იქ არის პატარ-პატარა, ჯერჯერობით მხოლოდ მცირე ჯგუფების შეჟონვა და ის რომ სადღაც ვინმე დროშა აფრიალა, ან სადღაც შეტაკება დაფიქსირდა, არ ნიშნავს იმას, რომ ქალაქზე კონტროლი აქვთ რუსებს. დიდი ალბათობით ობიექტურობა მოითხოვს ამის თქმას, რომ დროის საკითხია მხოლოდ კონსტანტინოვკა და ეს ჩემს წინა ვიდეოებშიც მithქვამს, ეს არის მხოლოდ ჩემი მოსაზრება, ამას ამბობენ კომპეტენტური ადამიანები, ხალხი, რომლებიც აკვირდებიან საბრძოლო მოქმედებებს და ანალიზს გვთავაზობენ, ამას ამბობენ საერთაშორისო სპეციალისტები, რომ მხოლოდ დროის საკითხია კონსტანტინოვკა, ამ მოცემულობით ჩანს ეს ბევრი რამ მიანიშნებს ამაზე, რომ საბოლოოდ მასზე კონტროლს დაამყარებენ რუსები, მაგრამ დღეს ეს მიზანი მათთვის მიღწეული არ არის. ისევე როგორც არ არის სიმართლე ის ყველაფერი, რაზეც სხვა ნაწილშიც საუბრობს პუტინი, თითქოს ყველგან ინიციატივას რუსეთის არმია ფლობს, ეს საერთოდ აბსურდის თემა არის, რეალურად ერთადერთი წარმატებული მიმართულება რუსეთის საოკუპაციო არმიისთვის დღევანდელი სიტუაციის მიხედვით არის მხოლოდ კონსტანტინოვკა. სხვაგან არც აღმოსავლეთის ფრონტზე, არც სამხრეთის მიმართულებით რუსეთს ინიციატივა არ აქვს და პირიქით უკრაინელები ახორციელებენ მათ შორის ზაპოროჟიეს მიმართულებაზე ძალიან ეფექტურ კონტრშეტევებს და თანდათან ფართოვდება მათი დაფარვის ზონა იგივე კამიანსკეს მიმართულებით ზაპოროჟიეს ოლქში და ასე შემდეგ. ლიმანის მიმართულებითაც, სადაც თითქოს უნდა ყოფილიყო საგაზაფხულო კამპანია რაღაც ძალიან შთამბეჭდავი რუსების შესრულებით და უნდა დაეკავებინათ ეს დასახლებული პუნქტი, აქაც არ არის მათთვის სასურველი შედეგები და პირიქით ლიმანის მიმართულებაზეც, ლიმანის ჩრდილოეთით უკრაინელების მხრიდან ხორციელდება ტაქტიკური კონტრშეტევები და ბევრი წყარო წერს იმის შესახებ, რომ ინიციატივა მანდაც უკრაინელების ხელში არის. ხო, მოკლედ პუტინი ისევ დგამს შოუს, ისევ საუბრობს გაუთავებლად იგივე ლუჰანსკის ოლქის გაწმენდაზე და ამაზე უკვე ძალიან ბევრი დასცინის სამხედრო მომხილველები ამბობდნენ, რომ 26-ით გააკეთა ეს განცხადება პუტინმა, რომ ლუგანსკის ოლქი არის სრულად გაწმენდილი. 26-ჯერ აქვს გაკეთებული ამ კაცის განცხადება. თავის მხრივ ეს ფორმა შეხვედრის გერასიმოვთან ცალკე საქილიკო ამბავი არის, იმიტაცია იმის, რაც თავში ვთქვი, თითქოს ეს არის რაღაც პოზიციაზე, გენშტაბის უფროსთან შეხვედრა პრეზიდენტის, რეალურად აქ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არის დადგმული. გარდა ამისა, ამ პოსტის ავტორი ანტონ გერაშენკო აქ წერს, რომ გარკვეული ეკოებიც კი, რომელიც აქ ისმის და ახლა ჩავართავ და მოგასმენინებ კიდევ ერთხელ, იძლევა იმის აღქმას, რომ ეს არის სტუდიაში მოწყობილი პავილიონი, ასე ვთქვათ, და არ არის ეს რეალურად საბრძოლო პოზიცია. ეს ისედაც ცხადია, მაგრამ მაინც. Товарищ Генерал-Лейтенант, объединенная группировка войск ведет боевые действия в соответствии с планом специальной военной операции. Начальник генерального штаба Генерал Генерал. ხმას ნამდვილად აგუცნაური ეკოები, საინტერესო მიგნება არის.
მაგის გარდა აი ხაზ გაუსვამდი პუტინის ღიმილს. როგორი qalbi ღიმილი იყო რა. სხვათა შორის ამ კადრებს რო უყურებდი, იმაზე ვფიქრობდი, ნეტა რამდენი დუბლი აქვს ჩაწერილი, აი რამდენი შემოსვლა დადგეს პუტინის ესეთი შეხვედრა. სპექტაკლი მოკლედ, სხვა რამე შეუძლებელი ამ ყველაფერს უწოდოთ, ეს კი კეთდება იმისთვის, რომ უბრალოდ მოატყუონ თავისი აუდიტორია და აჩვენონ, რა ვიცი, შიგნით თუ გარეთ რუსეთის ძლევამოსილების მითის ერთგულებს, რომ კვლავ დგას და წინ მიიწევს რუსეთის ჯარი. და კვლავ, რა ვიცი, ურყევია პუტინის რეჟიმის სიმტკიცე, მაგრამ დარწმუნებული ვარ თავად რუსეთში და ჩანს უკვე ეს ყველაფერი, რომ ამაში ძალიან ბევრს უკვე ეჭვიეპარება და ისინიც კი, ვინც პროპაგანდით twin გამორეცხილია, უკვე იწყებენ კითხვების დასმას და რუსეთში ყველაზე ხშირად დასმული კითხვა არის ეს. რა ხდება? აი ამ კითხვას სვამენ სწორედ ყველაზე ხშირად. მათ შორის იმ ვიდეოებში, რომელსაც ყოველდღე უყურებთ და რომელიც მეც გაჩვენეთ უკმაყოფილო რუსების ვიდეო მიმართვებზე მაქვს ბენზინის რიგებში გადაღებულ ვიდეო მიმართვებზე მაქვს საუბარი. მოკლედ პუტინი განაგრძობს ამ სპექტაკლს, განაგრძობს ეგრეთ წოდებულ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას და მის წარმატებაზე საუბარს, არაპირებს მინიმუმ დაზავებას. თანდათან უფრო მყარდება მოსაზრებები მის შესახებ, რომ დიდი ალბათობით ის შემოდგომას უკვე დიდ მობილიზაციის მორიგ ტალღას გამოაცხადებს. ვნახოთ, ეგ ამბავი წინ არის, მაგრამ მანამდე უფრო წინ გვაქვს უფრო საინტერესო ზაფხული და მივყვეთ თანმიმდევრულად რა მოხდება ამ მოვლენებს. დღეისათვის სულ ეს იყო. რაც მინდოდა რომ თქვენთვის მომეყოლა და მეჩვენებინა, იმედია რომ საინტერესო ეპიზოდი იყო თქვენთვის, თუ ასე დაალაიქეთ, თუ ამ დრომდე მიყურებთ, ესე იგი ერთგული მაყურებელი ხართ და განსაკუთრებული მადლობა ამისთვის. გაავრცელეთ თქვენს სოციალურ ქსელებში ეს ვიდეო, ურჩიეთ სხვებსაც, იმისთვის რომ გაიზარდოს აუდიტორია, თუ არ ხართ გამომწერები, გამოიწერეთ არხი, თუ უფრო მეტის გაკეთება გსურთ ამ პროექტის მხარდაჭერისთვის ფინანსურად, შეგიძლიათ ჩაერთოთ დონაციაში, შესაბამისი მონაცემები არის ვიდეოს აღწერაში ქვევით და შეგიძლიათ ნახოთ როგორც ანგარიშის ნომერი, ასევე PayPal-ის ლინკი და Patreon-ის ლინკი. მადლობა ყველას, ვინც ოდესმე თუნდაც 1 ლარი გადმორიცხა ამ პროექტის ფინანსური მხარდაჭერისთვის. განსაკუთრებული მადლობა ჩემ Patreon-ის სპონსორებს. 4 სპონსორი მყავს უკვე. კარგით. დიდი მადლობა. ნახვამდის და ელოდეთ შემდეგ ეპიზოდს.